You have to be thankful. You don't have the cards. თეთრ სახლში ტრამპის და ზელენსკის სწავე საუბრის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინისთვის ყველანაირი სამხედრო დახმარების მიწოდების შეწყვეტას განიხილავენ. ტრამპის რადიკალური გადაწყვეტილებების ფონზე ევროპის ერთიანობა და მხარდაჭერა უკრაინისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გახდა და შედეგებსაც არ დაუყოვნებია. თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ მალევე ევროპის ქვეყნები ერთმანეთის მიყოლებით ალაპარაკებდნენ იმაზე, რომ უკრაინის მხარდაჭერას მანამ გააგრძელებენ, სანამ ამის საჭიროება იარსებებს. სოფლიოში უდიდესი სუვერენული სიმდიდრის ფონდის მქონე ქვეყანა ნორვეგიაა. მოცულობა $1.7 ტრილიარდ შეადგენს. ქვეყანა ბუნებრივი რესურსებით საკმაოდ მდიდარია და მხოლოდ ეს არაა, ნორვეგიაში ბოლო წლებში ტექნოლოგიური ინდუსტრიაც სწრაფად ვითარდება. ამ განვითარების პროპორციულად კი მისი სუვერენული ფონდების მოცულობაც იზრდება, რომლის შექმნის მიზანიც ნავთობის შემოსავლების აღმავლობისა და დაცემისგან ქვეყნის ეკონომიკის დაცვა იყო. სუვერენული ფონდი ნორვეგიისთვის ერთგვარ ფინანსურ ბალიშს წარმოადგენს, რომლის საშუალებითაც ამ გრძელვადიანი დანაზოგით ქვეყანას მომავალი თაობების უზრუნველყოფად შეუძლია. აღსანიშნავია, რომ სკანდინავიურმა ქვეყანამ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე უკრაინის მხარდასაჭერად €3.35 მილიარდი დახარჯა, თუმცა ამ კრიტიკულ პერიოდში, როდესაც არსებობს ალბათობა, რომ უკრაინა ამერიკის მხარდაჭერის გარეშე დარჩეს, ნორვეგიის პარლამენტში გადაწყვეტეს, რომ თავიანთი სახსრების მობილიზებით უკრაინა რუსეთის აგრესიისგან მაქსიმალურად დაიცვან. ამჟამად ნორვეგიელი პოლიტიკოსები პარლამენტის ხდომას ელოდებიან, სადაც უკრაინისთვის დახმარების პაკეტის ზრდას განიხილავენ. კერძოდ ისინი მიიჩნევენ, რომ ნორვეგია ომში მყოფ ქვეყანას €85.5 მილიარდი უნდა დაეხმაროს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2001 წლიდან მოყოლებული ნორვეგია თავის საბიუჯეტო წესს ზედმიწევნით იცავს. კერძოდ ყოველწლიურად სუვერენული სიმდიდრის ფონდიდან არაუმეტეს 4% ხარჯავს. თუმცა ახლა რეალობა სხვა დგას და უკრაინის და ევროპის თავდაცვის ხარჯების მხარდასაჭერად ფონდის გამოყენების იდეა ქვეყანაში სულ უფრო მძლავრდება. მაგალითად არსებობს ისეთი იდეაც, რომ ევროპის თავდაცვის სისტემის გასაძლიერებლად ნორვეგიამ €300 მილიარდი გამოყოს, რომელიც ექსკლუზიურად ამ მიზნით გამოიყენება. პარლამენტის წევრები აცხადებენ, რომ ახლა მშვიდობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შორსმჭრეტელობა და ინფლაციაზე ფიქრი. ცხადია, იდეას მოწინააღმდეგეებიც ყავს ისეთები, ვინც მიიჩნევენ, რომ ეს ბიუჯეტის წესის ხელყოფა და სახიფათო ნაბიჯი იქნება, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ წესების დარღვევის გარეშეც ნორვეგიას უკრაინის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანი სახსრების გაწევა შეუძლია და პირველ ეტაპზე 100 მილიარდი ნორვეგიული კრონის, ანუ დაახლოებით €8.5 მილიარდი გამოყოფასაც განიხილავენ. ცხადია, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არაა. ნორვეგიული პარლამენტის შეკრებისა და საკითხების განხილვის შემდეგ უფრო მეტი დეტალი ცნობილი გახდება. დაარღვევს თუ არა სახელმწიფო საბიუჯეტო წესდებას და გამოიყენებს სუვერენული სიმდიდრის ფონდში დაგროვილ თანხას თუ უკრაინისა და ევროპის თავდაცვაზე სხვა სახსრების გამოყენებით იმუშავებს.